იმისათვის, რომ ზამთარში ჩვენი სტრატეგიული ინფრასტრუქტურა დავიცვათ, გვჭირდება დამატებითი თავდაცვითი სისტემები. Რა თქმა უნდა, ეს იყო განხილვის მთავარი თემა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ისევე როგორც სხვა ევროპელ ლიდერებთან. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების პროგრამა დაგვეხმარება პეტრიოტის ტიპის დამატებითი სისტემების შეძენის საქმეში ამერიკისგან, რადგან მას ბალისტიკური რაკეტების ეფექტურად განადგურება შეუძლია. ჩვენი მოთხოვნა ამჟამად მინიმუმ 10 ასეთი სისტემაა, ბუნებრივია სხვა სისტემებთან ერთად. აქტიურად თანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა სხვადასხვა ტიპის საჰაერო დაცვის სისტემების მიღება წლის ბოლოსთვის დავაჩქაროთ. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ დიდ ბრიტანეთთან, ასევე პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც რუსულ სანავთობე და ენერგეტიკულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეგვიძლია რუსეთის ომის მანქანას მძიმედ დავარტყათ. ევროკომისიას უკვე ვთხოვეთ მოამზადოს შემდგომი მეოცე სასანქციო პაკეტი, რომელიც მალე უნდა იქნას განხილული. რუსეთი სუსტია, მის ეკონომიკას პრობლემები აქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა სწორად უწოდა მას ქაღალდის ვეფხვი, მაგრამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ მასზე ზეწოლის გზები ვიპოვოთ.